მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია. მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია. ჩვენი მაყურებლისთვის უკვე თავიდანვე ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სამედიცინო თემებთან ასოცირებული სხვა თემებიც გავაშუქოთ და სტუდიაში ექიმების გარდა სხვა პროფესიის ადამიანებიც მოვიწვიოთ, ვინაიდან ადამიანი ზოგადად, როგორც სულიერი, გონიერი, ხორციელი არსება ჩვენთვის ყველა მხრივ საინტერესოა. მისი გახსნა, მისი კავშირი სამყაროსთან ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჰარმონიაში იყოს არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ გარემოს სამყაროსთან, რასაც ფაქტობრივად ჩვენ ჯანმრთელობას უწოდებთ. სწორედ ამიტომ დღეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს ჩვენი მაყურებლისთვის, ვინაიდან სტუმრად მოვიწვიეთ გრაფიკოს დიზაინერი, მხატვარი ნინო ქასაშვილი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ძალიან მიხარია, რომ დღეს გვესტუმრეთ და ჩვენ სრულად განსხვავებული გადაცემა შეგვიძლია დღეს შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. როგორც უკვე მე შესავალში აღვნიშნე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჯანმრთელობა არის არა მარტო ფიზიკური, არამედ რა თქმა უნდა, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სულის, გონების, სხეულის გარკვეულ კავშირს ნამდვილად იმ ძირითად მნიშვნელოვან კომპონენტებთან, რასაც ჩვენი გარემო ქვია და რასაც საკუთარი თავი, ანუ შინაგანი სამყარო ქვია. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის პოვნაზე, აღმოჩენაზე, საკუთარ ლაბირინთებში, სიარულსა და გარკვევაზე, იმ ძირითადი შეგრძნებების, ქვეცნობიერ დონეზე არსებული სურვილების, თუნდაც გარკვეული გეგმებისა და ჩანაფიქრების, რომელიც შეიძლება გამჟღავნებული არ არის ხილული სახით, მაგრამ დუხს ჩვენში გარკვეული სახით, სულ საუბრობთ იმაზე, რომ მისი გამომჟღავნება, ანუ ფარული ემოციების, ფარული გრძნობის გამომჟღავნება ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. და პირიქით, როდესაც რაღაცა ჩაკეტილია და გამუდმებით ჩვენში იხარშება და ვერ პოულობს არხს, რომლითაც დაუკავშირდება გარე სამყაროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, სომატური მდგომარეობების ცვლილება. შესაბამისად, არც გასაკვირია, რომ არტ თერაპია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მედიცინაში, დღეს საკმაოდ ფართოდ უკვე გავრცელებული, განსაკუთრებით გარკვეული პათოლოგიების და გარკვეული მდგომარეობების დროს და ერთ-ერთი მისი სახეობა, როგორც ახლა ხანს აღმოვაჩინეთ, შეიძლება იყოს ორნამენტ თერაპიაც და ზოგადად დამოკიდებულება ესეთი საკრალური გეომეტრიის მიმართ, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ დავიწყოთ ალბათ ჩვენი საუბარი სტუდიაში. მე ჩემსას ვიტყვი, თქვენსაც მოგვიყვები და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თვალთახედვა შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი შეიძლება კონდეს ხელოვნებას ადამიანის სიმშვიდესთან, თვით გამორკვევასთან, თვით რეალიზაციასთან და შესაბამისად ჯანმრთელობასთან. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი კავშირი აქვს ამ ყველაფერს, ანუ ჯამში ერთია, ანუ ის ქართული ორნამენტებიც ჯამში საკრალური გეომეტრიიდან გამომდინარეობს, ხო? ყველა ფორმა, რომელსაც ვიყენებთ, მაინც ერთი საწყისი აქვს. ისევ საკრალურ გეომეტრიას უბრუნდებით. ეს არის საწყისი ამომავალი, ამიტომაც გვაძლევს საშუალებას, რომ უსასრულოდ ბევრი ფორმა შევქმნათ, რაც აღმოცენდება ორნამენტებში ან სხვადასხვა ფორმით. კი ბატონო, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ პირველყოფილი ადამიანის თვითგამოვლენაზე, ჯერ კიდევ სანამ დამწერლობა შეიქმნებოდა, სწორედ მხატვრობა შეიქმნა. ხო, აი რომ დავიწყოთ ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანი და როდესაც კედლის მხატვრობაზე ვსაუბრობთ, აი ამ ფიგურებმა ფაქტობრივად მოგცა მე ჩვენც ზოგადად დაინტერესებულ პირებს და რაც ყველაზე მთავარია მეცნიერებს იმის საშუალება, რომ გაეხსნათ არა მარტო გარკვეული ისტორიული სიმართლე, როგორც ცხოვრობდნენ რა საქმეთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს რეალობა ასახულია ასე თუ ისე ამ ფიგურებში, მაგრამ ასევე დაენახათ მათი სულის და ფიქრის მოძრაობა. შესაბამისად, ეს დამახასიათებელია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის, იქნება ის პირველყოფილი თუ იქნება ცივილიზებული სამყაროს ძალიან მაღალ განვითარებული არსება. როგორ ფიქრობთ დღევანდელ სამყაროში, როდესაც თვითრეალიზების 1000-ნაირი საშუალება არსებობს, ხო, ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება, დაკვრა იქნება, ჩვეულებრივი მხატვრობა დაუშვათ ტილოზე და ამ შემდეგ. საკრალური გეომეტრია რა მნიშვნელოვან განსხვავებულ დატვირთვას იძენს
ადამიანის როგორც სულიერი განვითარების, ასევე მისი ფიქრების, მისი ქვეცნობიერის გახსნისათვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი წინაპრები გადმოგვცემდნენ თავიანთ ყოფას, ცხოვრებას და აზროვნებას ყდეზე ხატვით, ხო? ანუ როგორც შეეძლოთ იმ ფორმით. ანუ დამწერლობა არც კი არსებობდა, ხო? ანუ ნახატების ფორმით გვაწვდიდნენ იმ რეალობას, რაც მაშინ ხდებოდა. იგივეა, საკრალური გეომეტრია არის ენა, ანუ ეს არის ვიბრაცია. ენა, რომელსაც არ აქვს რომელიმე ქვეყანას ან რაღაცას არ განეკუთვნება ენას კონკრეტულს, ხო? თითოეული ფორმა გვასწავლის რაღაცას, ხო, რაღაცას გადმოგცემს. ის წრე, ის სამკუთხედი, ის ექვსკუთხედი, ყველაფერი არის დაკავშირებული ბუნებასთან. ჩვენ საწყისთან, ხო, ჩვენ სხვა ბუნების ნაწილი ვართ თავისთავად. აი აქ არის საინტერესო, შეიძლება ამას დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც ჰქონდეს ჩვენთვის ექიმებისთვის, არა? იმიტომ რომ ხშირად არის, რომ სწორედ ნახატების ენით ცდილობენ გაიგონ რა ემოციური მდგომარეობა აქვს, მაგალითად პატარა ბავშვს, რომელსაც შეიძლება არ შეეძლოს კარგად გადმოსცეს ეს ლოგიკურად, მსჯელობით და სიტყვებით. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს, მაგალითად მე ბავშვობაში ძალიან ხშირად მიყვარდა მოსმენა არათვალებში ცქერით პედაგოგის. ამით გამოდმებით რაღაც ესეთ ფიგურებს ვხატავდი, ჩემთვის აი ნაწნავის ტიპის, ოღონდ გეომეტრიული ფიგურები და პირამიდების დახატვა მიყვარდა კიდევ ძალიან, ხო, პირობითად ვამბობ, მრავალკუთხედების დახატვა მიყვარდა, ანუ წრებს არ ვხატავდი, ხატავდი ყოველთვის მრავალკუთხედებს და ესეთ სიგრძივ გეომეტრიულ ერთმანეთში გადახლართულ ფიგურებს. შეიძლება ამას რაიმე ქვეცნობიერში არსებული, ან ხასიათში არსებული რაიმე ნიშან-თვისების გამოვლენა ერქვას და ჩვენ უბრალოდ ეს არ ვიცოდეთ ეს ენა. აუცილებლად ესეა, ანუ ეს არის ჩვენი არაცნობიერი, რომელმაც თავისთავად იცის და გამოცდილება მიჩვენა, როდესაც კონკრეტული ადამიანისთვის ქმნი მაისურზე დაუშვათ, მოდის აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები, თითქოს მათ შინაგან სამყაროში შევდივარ და ხშირად როცა ვუზიარებ, რომ დაუშვათ რა სჭირდება, ან რა ემოცია მოვიდა, ან რა ვიგრძენი, ტკივილის ფორმაც კი მქონია, დაუშვათ რომ კი თითქმის ყოველთვის ვიცი ხო, მათი ემოცია. რომ ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად არ ვიცნობ ძალიან კარგად ადამიანს, შეკვეთა ყოფილა და აბსოლუტურად ჩავწვდი მის შინაგან სამყაროს, რა ხდება, რა ჭირდება და ხშირ შემთხვევაში თავისით მოდის ეს ფორმა. მე არ გეგმავ დაუშვათ, რომ აი ეს რაღაცა აქეთ წავიდე, ხო? და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა იღებს იმას, რაც ჭირდებათ. ანუ გამოდის ეს არის არხი, ხო, კომუნიკაციის თქვენთვის. რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკვე მზას ყიდულობს, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით არ მიდის რომელია არჩია, ხო? რომელია არჩია, ამიტომ რომ შენ შეგრძნე, ხა იცი რომ ერთადერთია, ხო? ერთადერთია მთელ სამყაროში განუმეორებელი, ერთი ცალი დაიხატა. რატო არჩევ? ანუ რანაირად განვმარტოთ მაყურებელს, ერთადერთი, იმიტომ რომ თქვენ ეს არ არის პრინტერი. არ არის პრინტერი, ყველა არის ხელით შესრულებული. შენ ირჩევ იმ ერთადერთს, ანუ რა იგრძენი იმ მომენტში. არ არის ეს ისეთი მაისურები, სადაც უბრალოდ იტყვი, რომ აი უბრალოდ ლამაზია და ამას ვიყიდი, აქ გრძნობ ენერგეტიკას, იმიტომ რომ აქ მე ბევრი სიღრმეა, ბევრი ფორმაა. რა თქმა უნდა, ეს ენერგეტიკა უხილავია. აი საინტერესოა, როდის და როგორ ხდება ის ხილული. ანუ როდის ითარგმნება ეს ენერგეტიკა მერე ან სიტყვებად, ან მოქმედებად, ხო? ან გარკვეულ შეიძლება ენერგიად, რომელმაც შესაძლებელია ესეთი ფორმა მიიღოს, რომელიც ისევ თქვენთან დაბრუნდება გარკვეული იდეის სახით. აი გაქვთ გქონიათ თუ არა ესეთი შემთხვევა, როდესაც ის რაც თქვენ ქვეცნობიერად, აი რატომღაც წამოვიდა და შექმნით და დახატეთ, მერე საუბრისას დამთხვევია იმ ადამიანის განცდებს, ფიქრებს და უმეტეს შემთხვევაში, ანუ უმეტეს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება არ მაქვს, ხო, ჩემთვისაც ახალია ეს ყველაფერი და ესე უცნაურად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, თუმცა 100%-ით, როცა გამიზიარებია, ყოფილა ზუსტად იგივე ფიდბექი, ესე რომ ვთქვათ, ზუსტად, აი ერთ-ერთში 100% დამთხოვა, რომ დაუშვათ ეს ხო არ გჭირდება, აქეთ ეს ხო არ გაწუხებს, როგორ მიდის, მე რას გრძნობდი, შეიძლება სადღაც ძალიან ქაოსურად ვიგრძნო ვიღაცის მაისურზე. ვიღაცაზე შეიძლება აბსოლუტური სიმშვიდე მქონდეს. სხვადასხვანაირად ხდება, ძალიან განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. თუმცა ჩემზე დიდ ეფექტს ახდენს.
ანუ ჩემზე მოქმედებს. თქვენ როგორ იტანთ, ამიტომ რომ თუ ეს ყველაფერი ირეკლება თქვენზე, ცდილობთ ეს შეისრუტოთ და მიიღოთ თუ ცდილობთ რომ ეს აისხლიტოთ? არა, არ ვისხლით. აბსოლუტურად ვიღებ, შევდივარ ზავდებით. კი, და ამას გაცნობიერებულად ვაკეთებ. სხვანაირად მგონია რომ არ იქნება ნამდვილი, არც რაღაცას დაკარგავს. მაგრამ თქვენთვის ეს ძნელი არ არის, როდესაც ამდენი ინფორმაცია და ენერგია შემოდის თქვენ? აი ნახეთ რაზეა დამოკიდებული, ძნელია როცა ადამიანის სამყარო უფრო რთული სტრუქტურის არის შინაგანად და ადამიანს რაღაცა აწუხებს დაუშვათ, მარტივია როცა ჰარმონია აქვს საკუთარ თავთან ადამიანს, ხო? და ამას გრძნობ. კი, ორივეს იღებ. ორივეს იღებ, ხო? და საბოლოო ჯამში ეს სადღაც ბალანსდება. ვიზიარებ, მაგრამ თუ არ გავიზიარებ, იმას ვერ მივცემ, რაც ჭირდება, ხო? ესეც ასე ვთქვათ, ნაწილია. ნინო, ძალიან საინტერესო მიმართულებით წარმართეთ, მე მგონი ახლა ჩვენ საუბარი, მაგრამ იმისთვის რომ გარკვეული უკვე პრაქტიკული გამოყენება დავანახოთ აი ამ თქვენი ხელოვნების, მე ასე ვიტყოდი პირველ რიგში, რომელსაც ქმნით და რომელსაც ამ წუთას ჩვენ საკრალურ გეომეტრიას ვარქმევ, იმიტომ რომ ამ სახითაა გამოხატული, მაგრამ ხოლმე შეიძლება რაღაც სხვა ფორმა მიიღოს, ხო? საინტერესოა აი ეს ორნამენტები, რომლებიც იქმნება, ყოველთვის არის უბრალოდ აი ამ ემოციების გამოხატულება ხაზებსა და ფიგურებში და ვიცით თუ არა რომელი ფიგურა რაზე შეიძლება მეტყველებდეს, ანუ რაღაც ფსიქოლოგებთან ან ამ დარგის სპეციალისტებთან ხომ არ გქონიათ რაიმე კონსულტაციები ან კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, ეს არის საინტერესო. და მეორეს მხრივ საინტერესოა ეს ორნამენტები ძალიან თვითმყოფადია, ახალია. მხოლოდ თქვენ მიერ შექმნილია თუ ეს არის ის ორნამენტები, რომელიც ზოგჯერ სადღაც გინახავთ და სურვილი გიჩნდებათ რომ ასახოთ? ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ბუნებრივად მოდიოდა და ვაძლევდი დინებას, საითაც წავიდოდა და ვხატავდი, იქნებოდა რაღაცა. ის რაღაცა, რაც არ ვიცოდი, იყო არაცნობიერი. ეს რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ვხვდებოდი, რომ დღეები, თვეები მოცული იყო ამით და ვერ ვჩერდებოდი და ამის გაჩერება შეუძლებელი იყო, მივხვდი, რომ აქ რაღაცა უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე მე ამას ვაცნობიერებდი და მეტი უნდა გამეგო. სინამდვილეში მე გეომეტრიასთან არასდროს არ მქონია შეხება, თუ არ შევძლეთ იმას, რომ ორნამენტებით მთელი ცხოვრება გატაცებული ვიყავი. დავიწყე მოკლევა, ანუ რას ვაკეთებდი, რა იყო, რა მიმართულება იყო, რას ლაპარაკობდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა და რომ მივხვდი, რომ მაინც და მაინც დამოუკიდებლად ბევრი მასალა ინტერნეტში, როგორც ვიცით, ვერ გავიგებდით, გადავწყვიტე, რომ შემესწავლა. ამიტომ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბალიდან, იქ გავიარე, ასე ვთქვათ, ძირითადი საფუძვლები, რომ გამეგო ამ ფორმების ნიშნულობა და საწყისი, საიდან მოდის და რას ვაკეთებთ. თუმცა ის ცოდნა ზღვაში წვეთია, რაც არის და რას ხო, საითაც მივდივართ სინამდვილეში. რაც შეეხება ფორმებს, კი, რა თქმა უნდა, ყველას მნიშვნელობა აქვს. წრე ერთიანობაა დაუშვათ, სამკუთხედის სამება, გონების, სულის, სხეულის ერთობა, ანუ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. 6 კუთხედი, 4 კუთხედი, ყველაფერს თავის მნიშვნელობა აქვს. და სწორედ ეგ არის საინტერესო. ადამიანი, რომელიც იღებს იმ დიზაინს, ხო, მე ხო არ ვიცი, მე ხო ამას შეგნებულად არ ვხატავ, რა ფორმა მივანიჭო. იმას რაც ჭირდება, იმას იღებს, ხო, ის იხატება და ის გამოდის. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ეს ყველაფერი არაცნობიერ დონეზე ხდებოდა, არაცნობიერ დონეზე ვხატავდი. მას შემდეგ რაც მეტი გავიგე, რომ ეს იყო საკრალური გეომეტრია და ფორმების უკეთ შესწავლა გავიგე, დავიწყე მას შემდეგ ეხლა უკვე ცნობიერად ვხატავ. ეხლა უკვე იმას ვხატავ, რაც არის ძირითადი ფორმები, იმიტომ რომ ეხლა ის მაინტერესებს, როგორ ხდება, ვიდრე ვიცი მათი ენერგეტიკა დაუშვათ და მე თვითონ ვატარებ. იგივე მეტატრონის კუბი დაუშვათ, სიცოცხლის ყვავილი გვაქვს, ხო? აი ესეთი ფორმების უკვე არსებულის, რაც არ ვიცოდი ცნობიერად, თუმცა არაცნობიერად გამოყენებული იყო პატარ-პატარა ელემენტები და ეხლა სწორედ ამ ეტაპზე მაკეტი შეგნებულად შეიძლება რაღაცა კონკრეტული ფიგურები. კი და ძალიან საინტერესოა ეს შედარება, ეხლა რო ბრუნდები და მაისურებს რო უყურებ, ხო, უმეტესობაში დახატული მაქვს 5-ვე ელემენტი. აი მოდით ეს ცოტა უფრო ჩავშალოთ, რომ აყურებლისთვის საინტერესო იყოს, რომელი ელემენტებია საუბარი და რომელი ფიგურებია ყველაზე მნიშვნელოვანი. დადებითი ენერგიის კი ბატონო, ანუ 5-ვე ელემენტი, ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი და სხვადასხვანაირად ეძახიან სული,
ყველა ასე თქვათ ეთეროვანი ნივთიერება. ხო, სხვადასხვანაირად იხსენებენ და მე სულს ვეძახი ხოლმე, ესე მოიხსენებ. სული ძირითად შემთხვევაში მრგვალი ფორმით მოიხსენიება და არის ცენტრი, ანუ ყველაფერს აქვს თავის ცენტრი, როგორც მანდალას, ხო, ყველაფერს თავის ცენტრი აქვს. და აქაც თუ დავაკვირდებით, ხო, სამკუთხედი, როგორც სიმბოლურად ზემოთ და ქვემოთ სიმბოლოებია ხუთი ელემენტის, ხო? შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ამას არაცნობიერად ხატავდი, ხუთი ელემენტია გამოყენებული. უმეტესობაში, ხო, აი დავიწყოთ იგივე ამ მაგალითს. ცოდნის გარეშე, ხო. ეს ქვეცნობიერად მანამ სანამ მე ამ სიმბოლოებს საერთოდ გავარკვევდი, რომელი იყო. თვითონ გახატინებდათ ხელი ამ ავტომატურად არაცნობიერად ხდებოდა. ეს არის ძალიან საინტერესო და კიდევ ასეთი კითხვა ჩდება, ხომ არ უშლის ხელს ზოგჯერ რაღაცის სწავლა ადამიანს იმაში, რომ ხომ არ უკეტავს იმ ბუნებრივს და ხომ არ მიყავს იმ მიმართულებით, რომ კი, აბსოლუტურად. იყო თქვენში ეს კონფლიქტი. კი, მე რომ მქონოდა, მე უბრალოდ მივენდე ბუნებას. მე ვიცოდი, რომ აქ რაღაცა უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე ამის მართვა მე შემეძლო, იმიტომ რომ ერთ დღეს გაიღვიძე და რაღაცა მოვიდა და ხატავდა ვერ ჩერდები, ესე არ ხდება, ხო? მე უბრალოდ მივენდე პროცესს და მომიყვანა აქამდე. მე რო რაღაცა ცოდნა მქონოდა, თუნდაც გეომეტრიული ფიგურების დიდი ალბათობით ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი, მიტყოდი რაღაც ვერ გავბედავდი ესე. ეცებოდით ყოველთვის ლოგიკურ ხო, აი რაღაც ლოგიკური ახსნა გამიგებს. ხო, ამ მომენტში უბრალოდ მივენდე პროცესს, არ ვიცოდი რა ხდებოდა და თვითონ პროცესმა მიმიყვანა იმ ცოდნამდე. რასაც ის შემთხვევა, როცა ბუნებითი, როცა პროცესი და არ არის ის ცოდნაზე დაფუძნებული, უფრო მაღალ საფეხურზე შეიძლება აგიყვანოს სულიერი და გონებრივი თვალსაზრისით, ვიდრე დაუშვათ ცოდნაზე დაფუძნებულ მოქმედებამ. ეს ის გამონაკლისის შემთხვევა. კი, იმიტომ რომ მე ხატვის გამოცდილება არ მქონდა, შეიძლება თავდაჯერებულობა დამეკარგა, რომ რაღაც სწორად არ ვაკეთებ ფერს ვერ ვსვავ და აქ იყო უბრალოდ ჩემთვის იყო მთავარი ფორმები. საბოლოო ჯამში ყველაზე საინტერესო ის აღმოვაჩინე, რომ ძალიან უამრავი წელი მაქვს გრაფიკაზე ნამუშევარი და ის ნამუშევრებიც რო ვადარებ, ყველაფერი გეომეტრია, გეომეტრიულ ფიგურებს ვიყენებდი ძირითად შემთხვევაში და ამის აღმოჩენა მოხდა თვეების და თვეების მაისურზე ხატვის შემდეგ, რომ აქ რაღაცა ხდება და აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი. საინტერესოა. ეს მნიშვნელოვანია ალბათ, იმიტომ რომ მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც აი თუნდაც ხშირად იგივე კონფერენციაზე რო ვხედავთ ან ტრენინგზე და უბრალოდ ვუსმენთ რაღაცას, შემიმჩნევია, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც თავისთვის რაღაცას აფერადებს ან ხატავს, ან აკეთებს. ეს მართლა გაუცნობიერებლად ხდება და თუ მე მეწოდინება ეს რას ნიშნავს, შეიძლება მე უკვე მივაქციო ყურადღება და დავიბლოკო. ეს დაახლოებით იგივე, როდესაც ფსიქოლოგები იგივე შენი სხეულის პოზით და საუბრის მანერით, ან ხელების მოძრაობით, ან დაუშვათ ცქურზე ხელის მოკიდება ნიშნავს, რომ იტყუები და ამიტომ შეიძლება ნამდვილად სრულიად გაუცნობიერებლად, ნამდვილად ფიზიკური რაღაცა პრობლემის გამო ან გეკავება, ან რაღაც დაგაჯდა და გინდა მოიშორო. ბუნებრივია ახლო ხელი და ეს ვიღაცამ არასწორად ახსნას და მე ეს რაღაცნაირად გაკომპლექსებს. ბლოკავს. აი ამ თქვენ შემთხვევაშიც მე როგორც მივხვდი, შეიძლება რომ ყველაფერს თუ ახსნით, მე უკვე რაღაცა ამან ჩიხში მოგაქციოთ და გარკვეულწილად თავისუფლება შეგიზღუდოთ. ამიტომ ესე დავსვამდი კითხვას, როგორ აპირებთ მაშინ შემდეგში, აპირებთ გააგრძელოთ, უფრო ღრმად შეისწავლოთ ეს თუ გადაწყვეტეთ, რომ დაანებოთ თავი და მიენდოთ იმ ენერგიას, რომელიც მოდის და რაღაც ეს უხილავი ენერგია ამას გაკეთებინებთ თავისით ბუნებრივად. არა, აუცილებლად გავაგრძელებ ამის კეთებას და აუცილებლად მივცემ არაცნობიერს იმის საშუალებას, რომ ამოიტანოს ის რაც არის, თუმცა რასაც სწავლით ვიძენ უკვე ცნობიერი ნახატებიც იქნება. ორივეს შერწყმა მინდა ბუნებრივად. ეცედა თავიდან იყო კონფლიქტი მქონდა, ესე რომ ვთქვათ, რომ საკუთარ თავთან ვიცოდი, რომ ორნამენტებზე ვმუშაობდი, გეომეტრია შემოვიდა, ანუ ვერ ხვდებოდი უკვე რას ვაკეთებდი, ანუ ჩემთვის იყო რაღაც გახლეჩვა, ორი სხვადასხვა რაღაცა დააღვიქვავდი, ორი სხვადასხვა თემა იყო. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ერთი იყო. ყველაფერი ერთი იყო ჯამში, რასაც ვაკეთებდი და ამან უკვე გაამარტივა სვლა. მესმის. და ეხლა მინდა ზუსტად წავიდეთ იმ მიმართულებით, რასაც აი სამედიცინო სფეროში გამოყენება ქვია.
არ თერაპია როგორც თავიდანაც აღნიშნე უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ თქვენ აი ეგერ ძალიან საინტერესო ბროშურა გამოეცით. ეს არის ორნამენტ თერაპია თან მუქი ფერების სივრცე, ესეთი საინტერესო ხო, რა თქმა უნდა, სათაურია, ქვესათაური, რომელიც გარკვეულწილად გზამკვლევია მაგალითად ჩემთვის როგორც გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს. აი, ანუ ორმხრივი, ეგ ლოგიკა. ხო, ანუ ეს ლოგიკაა, მივხვდი. ეს ძალიან საინტერესოა, რატო ვამბობ, იცით ამას, იმიტომ რომ რაღაცა მიგანიშნებს იმაზე, რომ ფერსაც აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, და არა მარტო ორნამენტის ფორმას. აი შეიძლება თუ არა, რომ და საინტერესოა, რა თქმა უნდა, ის რომ თქვენ გამოეცით ეს იმისთვის, რომ მე ეს ავიღე და გავაფერადე. მაგრამ თქვენ არ მითითებთ, აქ არ არის რაიმე ნიმუში, რომ მაინდა-მაინც ასე გავაფერადო. შემიძლია ამას საერთოდ არ შევხედო და გავაფერადო ისე, როგორც მე ამას დავინახავ. აქვს თუ არა ამას გარკვეული ახსნა? ეხლა მე და დაუშვათ, აგერ ჩვენმა ოპერატორმა დავიდეთ ეს ორნამენტ თერაპია და დამოუკიდებლად ვცადეთ გაფერადება. ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება სრულიად სხვადასხვა ორნამენტი მივიღოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ფერებს ავირჩევთ. რა დასკვნის გამოტანა შეუძლია აქედან? აი, თქვენ რა ცოდნა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ან ფსიქოლოგს, ან დაუშვათ სპეციალისტ ამ ორნამენტ თერაპიის და როგორ შეიძლება ეს გამოგვადეს მერე უკვე მკურნალობის პროცესში, როგორც ასე ვთქვათ, არტ თერაპიის ერთ-ერთი სახე. თვითონ გასაფერადებელი წიგნები ზოგადად არის უამრავი კვლევა ამაზე ჩატარებული. ეს ვიცით ხო, ნაცნობი თემა. ვიცით რომ საოცარი თერაპიული მნიშვნელობა აქვს. რატო გადავდივართ მედიტაციურ პროცესში და გონება მშვიდდება, შენი შინაგანი შფოთია თუ ღელვა გადმოგაქვს ასე ვთქვათ ფურცელზე, ხო? ის რაც ხო იცლებ იმ მომენტში გაგძლევს საშუალებას რომ შენ დაიცალო. თუ ჰარმონიაში ხარ, ის ჰარმონია ასე ვთქვათ ზიარდება, ხო? ამას გრძნობ უფრო ხელშესახებად, ხო? ანუ იმ სიამოვნებაში ხარ. ფერები, მე ვფიქრობ, რომ კი დიდ როლს თამაშობს და ბევრი რამის თქმა შეიძლება ადამიანზე. ანუ არა თუ ფერები, არამედ პროცესშიც რო ვაკვირდები ადამიანებს, ხო? ძალიან ბევრი რამის გამოცნობა შეგიძლია. რას გრძნობენ, როგორ არიან, რა აწუხებთ, ან ხელის მოძრაობა, რა ფერს ირჩევენ, როგორ ტონალობებს ირჩევენ. რა სტოვებენ, სრულად აფერადებენ თუ არ აფერადებენ. ძალიან ბევრ რამეზე ლაპარაკობს. ნებისმიერ შემთხვევაში, რას გვეტყვის ჩვენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რას გრძნობენ. და ეს გააკეთონ სისტემატიური სახით, რომ დღეურად თუ რაღაცა როგორც შენი ასე ვთქვათ რუტინა გახდეს. შეიძლება რომ ჭუჭყიანი ენერგიისგანაც განთავისუფლდე, არა, ესე გამოდის, იმიტომ რომ თუ მე დავიცლები იმისგან, რაც მაწუხებს და გადმოვიტან ამას, ჯერთი მივიღებ ტრანსფორმაციას ცუდი ენერგიის დადებით ლამაზ ენერგიაში, იმიტომ რომ ლამაზ ნახატს მივიღებ, ლამაზ ორნამენტს მივიღებ, მაგრამ მეორეს მხრივ ბუნებრივია მოვიშორებ იმას, რაც მე მაწუხებ და ასე გამოდის, ხო? აუცილებლად. რაც გაჯანსაღებას უწყობს კი, გამორიცხული ადამიანმა მოსინჯოს სისტემატიურად, დაუშვათ თუნდაც ერთი თვე ავიღოთ. აი თუნდაც ერთი კვირა, აი მიყოლებით რამდენიმე დღე გააფერადო და შენ ამის ეფექტი ვერ იგრძნო. უბრალოდ გამორიცხული. კი, საკუთარ ჯანმრთელობაზე. კი, ის მომენტი, შენ ერთ ორნამენტს არ აფერადებ დღეები, ხო? ყველას გვინდა რომ რაღაც დავიწყოთ და დავასრულოთ. შედეგი დროზე. კი, ხო. რა თქმა უნდა, ეს რაღაცნაირად გვეხუთ. შედეგს უყურებ, შენ გააფერადე, თითქოს შენ შექმენი რაღაცა ახალი. ამ პროცესში ორნამენტ თერაპიაში ძალიან კარგი რაც გვაქვს დამატებულია ჩანიშვნების სივრცე, სადაც შეგიძლია გააზიარო შენი ემოცია. თავიდან სხვათა შორის ამ იდეას სკეპტიკურად უყურებდი და საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, მივხვდი რომ ძალიან საინტერესოა. შეგიძლია უბრალოდ სიტყვების სახით ჩაწერო რა მოდის. ბრაზი, სევდა, სიცივე, რას გრძნობ, არ აქვს მნიშვნელობა. გვეხმარება წერა, ხო? იგივე არაცნობიერი სამოტანაა ზემოთ. ეს უკვე იმის მცდელობაა, რომ რაც შექმენი ის გადათარგმნოს სიტყვების ენაზე და მე მართო ეს ემოცია შესაბამისად.
მე ვფიქრობ, უკვე ძალიან საინტერესო მიმართულებისკენ წავედით ჩვენ, რომ ამას უკვე პრაქტიკული გამოყენება რამდენად შეიძლება გქონდეს. საინტერესოა, რა თქმა უნდა, თქვენ როგორ გადაწყვიტეთ ეს ერთია რომ ხატავდით, მე რატო გადაწყვიტეთ რომ ეს მაისურებზე დაგეტანათ და ზოგადად ტანსაცმლის გარდა თავშეთ სხვა იქნება ის ყუთები თუ ჩანთები თუ სხვა რამაზეც თუ გადაგაქვთ და რამდენად აქვს მნიშვნელობა რაზე გადადის ეს ნახატი, ეს თქვენი ფიქრი, ეს თქვენი ემოცია და მე უკვე რასაც ირჩევს იმას ჩაიცმევს ადამიანი, დაიხურავს თუ გადაიკიდებს თუ ყუთის სახით სიტყვაზე მოხატული ყუთის სახით სახში ან მაგიდაზე დაიდებს, მაშინ ამასაც უნდა გქონდეს ხო მნიშვნელობა თუ ჩვენ ვხედავთ რომ ერთია როდესაც ენერგია რაღაცაზე გადმოგვაქვს და მეორეა მე ამ ენერგიას რასთან ფიზიკურად რასთან მივიტანთ ახლოს ჩვენს ტანთან, ჩვენს თავთან თუ ჩვენს დაუშვათ სამუშაო მაგიდასთან, ხო? აი ამ თვალსაზრისით თუ შეგვიძლია რაღაცა გავიზიაროთ გამოცდილება უცხო ქვეყნებისაც და თქვენი პირადი და მეორეს მხრივ პრაქტიკაში როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ თუნდაც თერაპიული ეფექტისთვის. თუ ვამბობთ რომ ჯამში ყველაფერი ერთია და ქართული ორნამენტიც დაუშვათ უკავშირდება საკრალურ გეომეტრიას და ჯამში ყველაფერი გეომეტრია, ხო ბუნებრივია. და თუ იქ მივდივართ, რომ ამ ყველაფერს თავისი ენერგია აქვს და ვიცით, რომ ფორმებს თავისი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რა ფორმით მოვიხმართ, ხო? თუ შენ ეს ტანზე გაცვია და იგեղებ იმ ენერგიას, რაც გჭირდება და უშუალოდ ერთობა და უშუალოდ დაცვა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ბუნებრივია ამას მნიშვნელობა აქვს, როგორ ვატარებთ, ხო? ჩვენ გვაქვს მაისურებზე, ჩანთებზე ძირითად შემთხვევაში და რამდენჯერმე ცადე კედლის დეკორი, ესე რომ ვთქვათ, ხო. დიახ, ეს საინტერესოა. დანარჩენი ამ ეტაპზე მე თვითონ არ მქონი. ჰუდებზე დავიწყე, ესეც ახალი არის და მე თვითონ როგორც გრძნობ იმ მომენტში. მე თუ კომფორტულად ამას არ ვაკეთებ, შენ ვერავის კომფორტს ვერ მიუტან, ხო? მე თვითონ უნდა სიამოვნებდეს ამის კეთება. შესაბამისად, ის რომ მაისური ამას მნიშვნელობა აქვს, ატარებ, შენ გეხება, ხო? მკერდზე გეხება, შენი გულის ჩაკრაზე, არ ვიცი, როგორც გწამს, როგორც სუდგები არ აქვს მნიშვნელობა, ატარებ, ამის მატარებელი ხარ. გარდა ამისა, თუ ამას ენერგია აქვს ჩვენთვის, ჩვენ ამას ქუჩაში ვატარებთ. ანუ რას ვავრცელებთ, ხო? დადებით ენერგიას ვაზიანებთ, კი. ძალიან საინტერესოა ეს, იმიტომ რომ თუ ამას ცოტა გლობალური თვალით შევხედავთ, გამოდის რომ ბაღიდან დაწყებული ვიდრე ასაკიან ჩვენ ცხოვრებამდე თუ ჩვენ გამუდმებით ვეცდებით შემოვიტანოთ მხოლოდ ის ელემენტები ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ასუფთავებს მართლაც ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენს აურას და მოაქვს დადებითი ენერგია და გამოაქვს და აზიარებს დადებითი ენერგიას, ცოტა უფრო ფართო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რაც მეტი იქნება დადებითი ენერგია, მით მეტად შეიძლება სამყაროც დამშვიდდეს, დაწყნარდეს და რაღაც ჰარმონიისკენ და ბედნიერებისკენ სწრაფაში გამოიხატოს და არა დაპირისპირების და აგრესიისკენ. დღეს ძალიან რთული თემა აგრესია ზოგადად, მე ქვეყნებს შორის აგრესიას, ერებს შორის და რელიგიებს შორის აგრესიასაც გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ესეთი ვიწრო გაგებით და უფრო ლოკალურად ვისაუბროთ, რომ ჩვენი კონკრეტული პრობლემები რო გავშალოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოსომატური დაავადებების თუნდაც არის ის ღელვა, ის ნერვიულობა, შფოთვა, რომელიც ადამიანებში არის და შემდეგ უკვე გამუდმებით, ეს ბუნებრივი ესეთი ძალიან ლოგიკური ჯაჭვია, გასაგებია ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული და მე ეს ამისი ფუნქციური ცვლილება შეიძლება ორგანულ ცვლილებაში გადავიდეს და მივიღოთ ფსიქოსომატური დაავადება. ეს ერთის მხრივ ეს თემაა და მეორეს მხრივ მოზარდებში განსაკუთრებით, არა მარტო მოზარდებში უკვე სამწუხაროდ, მაგრამ ეს თაობა ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. აგრესია ძალიან იმატებს. რას გვირჩევდით მაშინ, აი რა გამოცდილება არსებობს სოფლიოში, რომ ჩვენ შევძლოთ გარკვეულწილად ეს აგრესია დავახშოთ, შევამციროთ, ან მიმართულება შევუცვალოთ. მე მაინც იქით ვიხრები, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საკუთარი თავი შევცვალოთ. ავტომატურად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ავტომატურად იცვლება ყველაფერი ჩვენს გარშემო. ანუ შენი ენერგია, შენ თუ სიმშვიდის ენერგიაში ხარ, შენ თუ მხოლოდ სიყვარულს გასცემ, არ შემოვა შენთან სხვა არაფერი თუ არა ისევ სიყვარული, ხო? და შენ რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება. ანუ გაავრცელებ, ისევ შემოვა. მუდმივად ამ ციკლში გვჭირდება ყოფნა სიყვარულის ენერგიის გავრცელების. არა, გარემოცხოზე მოქმედებს ეს მოზარდები, მაგრამ ყველა არ ხდებიან. ტყუილად არიბადებიან. ეს არის ის ციკლი, საიდანაც მოვდივართ და ტრამვები და გადაედება. ჩვენ ერთადერთი, შეგვიძლია გავჩერდეთ, გავაცნობიეროთ და
მივიღოთ ის რეალობა, რაც არის ომის, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. ყველანაირი ნეგატივის გარეშე. ეს არის ერთადერთი ხო, მაგრამ ამას გამოდმებით ყველაფერთან შეგუებისკენ ხო არ მივყავართ. ხო შეიძლება რაღაცას პროტესტი გაგიჩნდეს და რაღაცა შეეწინააღმდეგო, ესე თქო სწორი რეაქცია ხანდახან. კი, მეწინააღმდეგებით და დგება მომენტები, როცა შევეწინააღმდეგებით და ყველაფერს ბუნებრივად ვერ მივყვებით, ხო? მაგრამ მე რა შემიძლია და უშუალოდ გავაკეთო, ხო? ყოველდღიურად უამრავ ნეგატივს ხედავ. მე შემიძლია გავაკეთო ჩემი საქმე სიყვარულით და გავავრცელო. ყველამ უნდა იპოვოს თავის გზა. აქ რამე ერთი ოქროს წესი არ არსებობს. ბუნებრივია. ბუნებრივია. ჩვენ ყველა მე უბრალოდ ხო არ არსებობს რაღაცა ისეთი ფორმა, ან ორნამენტ თერაპიის, აი ამას გულისხმობდი, ან თუნდაც ესეთი მაისურების, ტარების, ან რაღაცა ფიგურის და მე არ მინდა ხარ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ჩავშლით რომელი ფიგურა რას ნიშნავს, მაგრამ 1-2-3 ფიგურას ხო მაინც ვერ გამოვურჩევდით ახალგაზრდებს, რომ რაღაცნაირად ამის ტარებით ან ამ ფიგურაზე კონცენტრირებით მათი აგრესია შემცირდეს და მეტი სიმშვიდე შევიდეს მათ გონებასა და სულში. ნახეთ, მე კი ვიცი მნიშვნელობა და თქვენ იცით, მაგრამ ჩვენ ამას ვერ მივაწვდით, ვინმეს ვერ ვეტყვით, რომ ჩაიცვიათ არა და ყველაფერი კარგად იქნება. ანუ რაღაცა ცნობიერების რაღაცა საფეხურზე უნდა იყოს ადამიანი, სულ მცირე იქ უნდა იყო მისული, რომ საკუთარ თავზე იწყებდე მუშაობას და ცდილობდე, რომ შენ ხედავდე შენში აგრესიას, ხო? ჩვენ ხო გავდივართ მაგ ეტაპს, სადაც ხედავთ და მე ვიწყებთ ჩვენ თავზე მუშაობას. თუ ადამიანი მაქამდეც არ არის მისული, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. მაინც მიიყვანს ცხოვრება იმ გზამდე, რომ უწევს რო გადალა. მაშინ ორნამენტ თერაპიას რა აზრი აქვს? აი ამიტომ გეკითხებით. ორნამენტ თერაპიას შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ ეს სწორედ იმ მოზარდებში, რომელსაც გარკვეული პრობლემებია. 100%. 100% შეგვიძლია გამოვიყენოთ და პირიქით ურჩიოთ აუცილებლად. მშობლებს განსაკუთრებით ურჩევდი, რომ მით უმეტეს მოზარდებისთვის. იდეალური რამდენად შეიძლება აი სკოლებში ზოგჯერ აი სრულიად უინტერესო ხატვის გაკვეთილები, ხო ჩვენ თავზეც გამოგვიცდია და მე სულ ვამბობდი რომ ეს ხელოვნების გაკვეთილებად მაინც გადაკეთეთ ეს რომ შეიძლება მე ხატვა არ შემილია, მაგრამ დაუშვათ იმ ხატრობის ისტორიას მაინც ვისწავლიან ჟანრებში გავერკვევი ხატრობის სხვადასხვა მიმართულებებში და რაღაც ამ ხრივ ცოდნას მაინც შევიძენთ თქო, მაგრამ ეხლა თქვენ რო გისმენთ ხვდები რომ ხატვის გაკვეთილები შეიძლება ჯობდეს ზუსტადაც მისცე რომ ხატოს, ოღონდ ნატურიდან კი არ გადაიხატოს, მაინდა მეც რაღაც ჭიქა ან დოქი ან ფარდა რომელიც არ მოწონს და არ შეუულია. არამედ რაც მოუნდება ის გადმოიტანოს ფურცელზე. შეიძლება ასეთი ტიპის ხატვის გაკვეთილებმა მით უმეტეს დაბალ კლასებში, იგივე მე-7 კლასამდე როცა ეს ისწავლდა, სანამ ხაზვაზე და გეომეტრიულ ფიგურებზე ბევრგან სხვა ჯერის მე მგონი ხაზვაც მოშალეს არა და ეხლა ვხვდებით რომ ალბათ ესეც მნიშვნელოვანია. ამან მოიტანოს გარკვეული ჰარმონია და თვითგამორკვევა, ასევე ბავშვი იქნება ის თუ მოზარდი, საშუალება მისცეს, რომ ის დადებითი ენერგია ჰარმონიაში მოიყვანოს სფერების მიხედვით და უარყოფითი ამოუშვას და გაუშვას თავისგან. როგორ შეიძლება სკოლებში და ბაღებში დავარეგული, რომ ძალიან კარგ თემას შეეხეთ. თქვენ თვითონ წარმოვიდგინოთ 1 საათი, სადაც ბავშვები აფერადებენ გაკვეთილზე. ხო, რამხელა მხიარულება, რამხელა ჰარმონია შედის, ხო? რამხელა სიმშვიდეა, ან უზიარებ, აინტერესებთ, ვირაფერი აირჩია, უკვე ფერებია, უკვე რაღაცას ქმნიან, უკვე ეჩვევი სკოლაში, რომ შენ რაღაცას ქმნი, რაღაცას აკეთებ, რაღაცას აცოცხლებ, რაღაცას აფერადებ, ხო? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, მაგრამ მე არ ვიცი სკოლის ხო, მე მგონი აქ შეიძლება უბრალოდ გარკვეულწილად აი სილაბუსებთან მიმართებაში შეხვედრა, დისკუსია ამ თემაზე და შეთავაზება, რომ თუნდაც ერთი პილოტური სკოლის აღება, სადაც აი დაწყებული მართლა აღვლაპარაკობ, რომ ბაღებში, ასევე პირველი კლასიდან დაწყებული, სადღაც მე-6 მე-7 კლასამდე, სანამ ბავშვები ასე თუ ისე ამ ტიპის გაკვეთილებს გადიან, არ იყოს რაღაც კონკრეტულად მაინდა-მაინც თემები, რომ ეს უნდა გავაკეთო, ამაზე ეს უნდა დავახატინო და ეს უნდა გამოვაძერწინო, არამედ იყოს სწორედ იმის საშუალება, რომ დაკავდნენ იმის გამოხატვით, რასაც მათი იმ წუთის განწყობა წამოიღებს და ასე ვთქვათ, თავისუფალი ხატვა შემოვიდეს, როგორც იყო თავისუფალი წერა. და რა თქმა უნდა, ორნამენტ თერაპია. მე სიხარულით გავაკეთებდი დონაციას. დიახ.
თუ ვინმეს ექნებოდა იდეა, რომ სატესტოდ რომელიმე სკოლაში დაუშვათ და სიხარულით. აი ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ დაუშვათ რომ მოგაბარონ თუნდაც ერთი თვით რომელიმე კლასი და თქვენ იქ ჩვეულებრივი ხატვის გაკვეთილის მაგივრად ორნამენტ თერაპიაზე იმუშავებთ. აი უკვე მედიდეაში ვართ და დაგვიგდა პირველი იდეა რომ კი ბატონო უფროს კლასელებთან ან განსაკუთრებით მოზარდებთან ეს მტკივა მე ნამდვილად და მაწუხებს, იმიტომ რომ გასულ წლებში ვნახეთ უამრავი შემთხვევა სწორედ აგრესიის, გულის ტკივილის, ტრანსფორმაციის, ამოარყოფითი ენერგიის ცოტა სხვა ფორმაში თვითმკვლელობის სამწუხაროდ ან სხვაზე ამ აგრესიის გადმონთხევის მშობლებზე, უფროსებზე, უმცროსდებზე, ძმებზე ამ აგრესიის გადმონთხევის, რაც რა თქმა უნდა მე მან კი ერთ ცუდ წრეს ქმნის, იმიტომ რომ მე იმას აპასუხო რეაქცია უჩნდება და ეს პატიების, აი თქვენ რაც ბრძანეთ რაღაც თავის-თავში გარკვევის და სანამ თვითონ არ მივა იმ დასკვნამდე რომ დაბლოკოს თავის-თავში ეს აგრესია, ცოტა რთულია, ხო შეგონებებით. მე გეთანხმებით ესეთი დიდაქტიკა და დემაგოგიური მიმართულება არასდროს ჭრიდა და არც ეხლა არ გაჭირს. მით უმეტეს მოზარდებში, მათ მაინც აკლია ცხოვრებისეული გამოცდილება, დათმობაც ძალიან უჭირთ, პატიებაც ძალიან უჭირთ და აი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ენერგია ნამდვილად სხვა მიმართულებით წავიღოთ. მაგრამ ეხლა მე მინდა სანამ ჩვენ კიდე რამოდენიმე სულთა სამედიცინო საკითხს შევეხებით ამ ჭრილში, რაიმე გამოცდილება თუ არსებობს ისეთი, რომელიც თქვენ აი ხა ახსენეთ, რომ ინდოეთში იყავით, ან ევროპის ქვეყნებში, ან ამერიკაში, როგორ იყენებენ? არის იქ ეს გამოცდილება, რომ დაუშვათ სკოლებში, იგივე ან სამედიცინო დაწესებულებებში გქონდეს აი არა მარტო ჩვეულებრივი არტ-თერაპია, რომელიც ჩვენთანაც საქართველოში განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ტარდება, არამედ კონკრეტულად ორნამენტ თერაპია ან საკრალური გეომეტრია იყოს გამოყენებული თერაპიული მიზნებით ან აღზრდელობითი მიზნებით. ამერიკაში დიდი როლი აქვს თვითონ ამ მანდალებს და თერაპიებს. მე თვითონ იქ პირველად გავეცანი ამ თემას, რომ რამდენად ჩართულები არიან დაუშვათ აი ამ თერაპიულ საკითხებში. ასე იოგა იქნება ან თვით განვითარება, შეიძლება ვთქვათ, ხო, აი ამ გზაზე რა. იქ ანუ როგორც ასეთი კი არსებობს რაღაცა თერაპიული ჩვენ აქაც ვაკეთებდით ვორქშოპს ორნამენტ თერაპიით, კი, ყველგან არსებობს, მაგრამ რო გითხრათ რამე კონკრეტული, ეს არ არის ესეთი თემა, რასაც რაღაცა ჩარჩოებში ჩასვავ. ანუ როგორც ბუნებრივად მოვა, ანუ მე არ მაქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით, სხვაგან როგორ ხდება სიმართლე რო გითხრათ. ერთადერთი ვიცი, რომ ამერიკა ძალიან ცნობილია მანდალებით, მე თვითონ პირველად იქ დავინტერესდი, რომ როგორ რატო ხდებოდა, ხო. ანუ ძალიან აქცევენ ყურადღებას, თვითონ ეს ბევრი ტიპის გასაფერადებელი იყიდება, იგივე ევროპაშიც დაუშვათ, ხო? განსაკუთრებით მანდალაზე აქცენტი. აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი. რატომ როგორ ფიქრობთ, ნინო? იგივე საკრალური გეომეტრია. ამიტომ კი იგივე გეომეტრიული ფიგურებია, რომელსაც ვინც იცის, ხო რამხელა ძალა აქვს ამ ფორმებს, ჩემთვისაც ახალია და მე თვითონ გაუგნებული ვარ ამ ხელად. ალბათ და ემპირიულადაც დასაბუთებულია, რომ სწორედ მანდალა არის ის ფორმა ორნამენტ თერაპიის, რომელსაც ყაიყწეგარაც კითხვა დავსვით, მაინც მიგვიყვანა. ხედავთ, იქამდე რომ საბოლოო ჯამში მაინც ვიპოვეთ პასუხი, რომ მაინც მანდალაა ყველაზე ესეთი დადებითი და სიმშვიდის მომტანი ფიგურების ერთობლიობა. აი ჩვენ გვაქვს აქ თქვენი ნოუ-ჰაუ, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მანდალას ტექნიკა გამოიყენებთ ასოებთან დაკავშირებით. ქართული ასოების მიმართ რა დამოკი, რა ენერგეტიკა მოაქვს ქართულ ასოებს? იქნება ეს ძველი დამწერლობა თუ თანამედროვე? ძალიან საინტერესო. მე თვითონ ამბანს სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა ამბანებზე ვმუშაობდი. ნუ რას ბრძანეთ? კი, ამბანები იყო მთავარი თემა მაისურებზე, წლები ამას ვაკეთებდი და ანუ ამ შემთხვევაში საინტერესო რაც იყო, არჩევნების დილა იყო და უბრალოდ ეს ენერგეტიკა რაც ქვეყანაში ტრიალებდა, რაღაცნაირად ალბათ მე შევიგრძენი, არ ვიცი. და მინდოდა რომ რაღაც საქართველოზე გამეკეთებინა, არანაირი ჩანაფიქრი არ იყო აქ მანდალა და მე თვითონ გაუცებული დავჭი რამხელა რაღაც იკვრება და რო დავაკვირდეთ ვარსკვლავის გვაქვს 5 ქიმიანი, სამკუთხედებიც გვაქვს 5 კუთხედან უამრავ ფორმას ვიღებთ, ხო? და ავტომატურად გამოვიდა თავისით ასოების რამხელა ძალა აქვს თვითონ კავშირს. და ცალკე ხო არაფერი არ არის, იქნებოდა საქართველო. თვითონ ასოების კავშირმაც კი
ულამაზესი მანდალა შექმნა. იგივეა ხო რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთკავშირშია. კი ბატონო, გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ და ეს არის ცოცხალი მაგალითი, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. რამდენად ლამაზი გამოვიდა და თან რაღაცნაირად ესეთი სიმეტრიითაც დაალაგდა ასოები, რომ საათის მასავით, რომ არანაირი გავარდნა თითქოს ამ წრიდან არ არსებობს და ეს ყველაფერი სრულყოფილია. აი ამ მიმართულებითაც მინდა რამოდენიმე სიტყვით ალბათ ავხსნათ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ შედეგებზე ჩვენი ნებისმიერი ტიპის მკურნალობის იქნება ეს ჩვეულებრივი ოპერაციული გზით, მედიკამენტოსური თერაპია თუ სხვა, კლასიკური ტრადიციული მეთოდით თუ სხვა, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ თუ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ორგანოს ფუნქცია აღვადგინოთ და გავაჯანსაღოთ, ხო? თუ ეგ არის შექცევადი ორგანული დაზიანება, ბუნებრივია ეს ბოლომდე აღვადგინოთ, თუ შეუქცევადია სამწუხაროდ, ну რაღაც იმ ეტაპზე მაინც გავაჩეროთ და უბრალოდ დაკარგული ფუნქციის გარკვეულწილად აღდგენა მაინც შევძლოთ. ანუ მიზნები სხვადასხვა გვაქვს, იქიდან გამომდინარე თუ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენი სამედიცინო გაგებით ამა თუ იმ ორგანოს თუ ამა თუ იმ ნაწილს ჩვენი სხეულის. მაგრამ ხომ არ ჩდება აქ აზრი, რომ შეიძლება ჩვენ გვგონია, რომ აქ ეს შესაძლებლობა მთავრდება და სინამდვილეში სხვა ფარული შესაძლებლობები არსებობს, რომელიც ჩვენ უბრალოდ არ ვიცით და არ ვიბრძვით იმ უკვე ჩვენ ვეძახით შეუქცევად იმ პროცესს, მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესი გარკვეულწილად ენერგეტიკულ დონეზე სწორად რო ყოფილიყო მართული, შექცევადი ყოფილიყო. აი ამ შემთხვევაში საინტერესოა, შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ ესე რომ იმისთვის რომ მკურნალობა, რომელსაც ატარებს ექიმი იყოს არა მარტო ფიზიკური, სულთა მატერიალური თვალსაზრისით მკურნალობა, მედიკამენტის მიცემა, ოპერაციის ჩატარება თუ სხვა, არამედ ჰოლისტური იყოს ეს მიდგომა, სრულყოფილი იყოს, პარალელურად მიმდინარეობდეს აი ამ მკურნალობის პარალელურად მიმდინარეობდეს სწორედ ორნამენტ თერაპია, ნებისმიერი ტიპის სხვა ტიპის არტ თერაპია. აი ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ პროცესი, რომელიც გვეგონა რომ შეუქცევადი უნდა გამხდარიყო სამედიცინო ლოგიკით, აღმოჩნდეს სრულიად განკურნებადი და შექცევადი. კი, აბსოლუტურად. შესაძლებელია შემთხვევები თქვენს პრაქტიკაში ან თქვენს გარშემო. ჩემს გარშემო უამრავი ინფორმაცია ვიცი და მე თვითონ ვიცი ფიქრის ძალის და მე თვითონ ვიცი ჩემ ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავ. და საერთოდ წამლებს არ ვიღებ არასოდეს სამედიცინო საერთოდ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი მოწესრიგდა. მოწესრიგდა, ყველაფერი გაიმართა რა, თავისით დალაგდა, თუ რამე ოდესმე პრობლემა მქონდა, თავისით ლაგდება, იმიტომ რომ შენ ხვდები, რომ ჯანმრთელობის პრობლემა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მენტალურ პრობლემებთან. რა თქმა უნდა, არის შეუქცევადი პრობლემებიც ჯანმრთელობის, თუმცა ამ ყველაფრის დარეგულირება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კი შეგვიძლია. თუ დამატებითი მეთოდი, რა თქმა უნდა, რომ ენერგეტიკულადაც დავეხმაროთ მკურნალობას. სისტემა ესე რომ უდგებოდეს, დამერწმუნეთ მედიკამენტების ნახევარი გაქრებოდა ალბათ სამყაროში. ან მეტიც, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან არის აი ეს პოლიფარმაციის პრობლემა, როდესაც ბევრ მედიკამენტს ერთად ნიშნავთ. ხანდახან ეს ცოტა სამწუხაროდ საექიმო დაუდევრობის ბრალია, მაგრამ ან რაიმე ესეთი ინტერესის ფარმაცევტული, მაგრამ უფრო ხშირად ნიშნავენ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, თვითონ პაციენტს აქვს რამოდენიმე ორგანოს კუჭნაწლავიც დაავადებულია, თირკმელიც, დაუშვათ გულიც და აქედან გამომდინარე იძულებულია თითოეულმა ექიმმა თავისი სისტემისა დაუნიშნა და ერთად თუნდაც 2-3-ზე მეტი არ დაუნიშნოს კონკრეტული მიმართულების ექიმმა, 3 ექიმმა თუ დაუნიშნა, უკვე 9 წამალი გამოსდის. ამიტომ გეკითხებით, იცით, აი ეს თერაპიული თვალსაზრისით შეიძლება თუ არა, ჩვენ კლასიკურ მედიცინას ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ თუ დავამატებთ სწორედ არტ თერაპიას და ორნამენტ თერაპიას, ამან მოგცეს ის ენერგია, რომელიც მანამდე თავის თავში ვერ იპოვა პაციენტმა და დღევანდელი მედიცინა ზოგადად სამეცნიერო დონეზე ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ რაღაც ჩვენს აზრებზე და ჩვენს დამოკიდებულებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს ორნამენტ თერაპიასთან, ზოგადად არტ თერაპიასთან დაკავშირებით არხების, ასე ვთქვათ, გახსნასთან და სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისით ადამიანის ბუნება განწყობის და დამოკიდებულების რწმენის გაძლიერების თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული, მე თუ ჩემ თავს ვთვლი სამყაროს ნაწილად,
ამ შემთხვევაში მე უკვე ვცდილობ, რომ იმ სამყაროს ძალებით გამოვისწორო, იმიტომ რომ თვით რეპარაციის და თვით აღდგენის და გაუმჯობესების ისეთი ტიპის დადებითი ცვალებადობის ასე ვთქვათ პოტენცია მე ეს ევოლუციურად მაქვს. აქამდე ამით მოვაქციეთ, ხო? ცვლად გარემო პირობებს ვეგუებოდით იმ შიდა გარკვეული მუტაციებით, სასარგებლო მუტაციებს, რასაც ვეძახით, რომელიც მოგოცემდა საშუალებას, რომ გადავრჩენილიყავით. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეს გვაქვს, ბუნებრივია, ეს შეიძლება ენერგეტიკულ დონეზეც იყოს, აუცილებელი ხო არა, რაღაც ფენოტიპური ცვლილება განვიცადოთ ყოველთვის. ამიტომ გეკითხებით, თუ მე ვიგრძნობ, რომ ვარ სამყაროს ნაწილი, მაშინ შესაძლებელია მე თვით რეპარაციის და თვით აღდგენის გარკვეული ენერგია გამიჩნდეს, თუ სწორად დავალაგებ, ჩემზე მოქმედ 5 ელემენტი იქნება ის თუ 8, როგორც ამირანიანში არის ხომ აღწერილი, ანუ ქართველებს ცოტა ყოველთვის მეტი ცოდნა ჰქონდა ეთყობა ამასთან დაკავშირებით, მივიღო. ამიტომ გეკითხებით, აი შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა აქაც პილოტური პროექტი გავაკეთოთ და თუნდაც დავიწყოთ ონკოლოგიურ პაციენტებთან ან ბავშვებთან და იმ მკურნალობის პარალელურად, რომელიც ისინი ისედაც იტარებენ, ჩვეულებრივ რუტინულ მკურნალობად პარალელურად ჩართოთ ორნამენტ თერაპია და ვნახოთ რა შედეგები დაგვიდგება. ხომ არ არის ჩატარებული ასეთი ტიპის კვლევა? ტიპის კვლევები ჩატარებული და ონკოლოგიური პაციენტებიც განუკურნიათ, თუნდაც მედიტაციური გზით. თუ კი ვამბობთ, რომ იგივე ორნამენტ თერაპიას შევყავართ მედიტაციურ მდგომარეობაში, ბუნებრივია, ამასაც შეუძლია ხო განკურნება. მე არ ვიცი ზუსტად პროცენტული მაჩვენებელი ხო, რა დონეზე შეიძლება განიკურნოს, მაგრამ ეს ხდება დღესდღეობით და რასაც 1000 წლეულების წინ ლაპარაკობდნენ და მეცნიერება დღეს იგივე სამტკიცებს უკვე, რასაც აბსოლუტურად სკეპტიკურად უკვე და კი, აქეთ მიდის მეცნიერება, რომ ეხლა რა ხდება? ანუ ადამიანმა თვითონ უნდა აღიდგინოს. კი, რა არის ჩვენი პრობლემა? დობა, ანუ ჩვენ სარვენდობი თუ პირობოთ, არ გვჯერა, რომ რაღაცა შესაძლებელია ფიქრის ძალით, თუ თერაპიის, თუ მაისურის სტარების, თუ გაფერადების, როგორც ეს არ გვჯერა, ხო ისე არ გვჯერა, რომ განვიკურნებით და თუ არ გვჯერა, რომ განვიკურნებით, არ განვიკურნებით. ბუნებრივია. ანუ შენ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს ჩარება მეორე მხრით. ბაც რაც დაგვეხმარება დაუშვათ უფრო იოლად გადავჭრათ სამედიცინო პრობლემები. მაგრამ ამას სჭირდება უპირობო ნდობა, რაც დღესდღეობით არ გვაქვს. ხო და ამიტომ ალბათ საჭიროა, რომ პარალელურად ალბათ საჭიროა მეტი ინფორმაცია და ალბათ მეტი ფაქტები, იმიტომ რომ მე შეიძლება არ მჭირდება, თქვენ შეიძლება არ გჭირდებათ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც სჭირდება ეს დალაგება, რომ აი ქონია. თუნდაც საქართველოში არ არის ბევრი ინფორმაცია. მე ამერიკაში ვცხოვრობდი, გაცილებით მეტია ამაზე ინფორმაცია. კი, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რომ დღეს ვინც გვიცქირა ჩვენ ხათ ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი გადაცემა და მინდა რომ ერთგვარად შევაჯამოთ. დღეს ვინც გვიცქირა ალბათ მიხვდა რომ ჩვენთან ნაკლები ინფორმაცია როგორც საგრაულ გეომეტრიაზე, ისე ზოგადად ფიგურების მნიშვნელობაზე, აი ამ სწორედ ენერგეტიკული არხების მნიშვნელობაზე და სამყაროსთან ჩვენი ჰარმონიის თემაზე, რომელიც ჯანმრთელობასთან არის პირდაპირ კავშირში და რა თქმა უნდა ორნამენტ თერაპიაზე, როგორც ართ-თერაპიის ერთ-ერთ მიმართულებაზე. ამიტომ ვფიქრობ ის, რომ ჩვენ თუ სკოლის პილოტური პროექტი გამოგვივა, ან თუნდაც პაციენტებთან გარკვეული დაავადების მქონე გამოგვივა პარალელურად ართ-თერაპიის ისეთ რუტინულად ჩართვის, ან რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან რუტინულად ორნამენტ თერაპიის ჩართვის საშუალება, ჩვენ შეიძლება ხილულად ავიღოთ მართლა ორი ჯგუფი, რომელიც უბრალოდ კლასიკურ მკურნალობას გადის და მეორე, როცა ზუსტად იგივე მკურნალობას გადის, ოღონდ დამატებული ორნამენტ თერაპია და უბრალოდ შევადაროთ შედეგები და მე მართლა გეთანხმებით იმაში, რომ თუ ჩვენ ამას ვირწმუნებთ, რწმენა ზოგჯერ კურნავს ადამიანს გაცილებით უკეთ ვიდრე ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ და მაღალი დონის მედიცინა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს თვითონ მეცნიერებაც არ უარყოფს იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ნივთიერებებს, იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ ორგანიზმში ვითარდება, აძლიერებს იმუნიტეტს და ბრძოლის უნარიანობას სხვადასხვა დაავადების დროს და მიდრეკილია, როგორც თქვი, თვითაღდგენისკენ ევოლუციურად ჩვენ ეს გვაქვს, იმ შემთხვევაში თუ სწორი არხები ვიპოვეთ იმისა, თუ როგორ იბრძოლოს ჩვენმა შინაგანმა, ასე ვთქვათ, დაცვითმა ძალებმა, იმუნიტეტმა ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ.
და ბოლოს ვიდრე დავასრულებთ, მინდა ასეთი აზრიც, ასე ვთქვათ, განვავითაროთ, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დღეს გაკეთდეს კონკრეტულად იმისათვის, რომ რეალურად ჯანმრთელობის მართვის საკითხები ცოტა სხვა ჭრილში იყოს განხილული. ანუ ერთის მხრივ ჩვენ აი ასეთ სწრაფ მეცნიერულ პროგრესს ვერ დაუპირისპირდებით და არც უნდა დაუპირისპირდეთ მტკიცებით მედიცინას გულისხმობთ, მაგრამ მეორეს მხრივ როგორ შეიძლება დავარეგულიროთ მკურნალობის დამატებითი მეთოდები. იმიტომ რომ დღეს როგორც ვიცით, საქართველოში სამწუხაროდ ტრადიციული მედიცინა, ალტერნატიული მედიცინა, იგივე ფიტოთერაპია, ასეთი ტიპის ორნამენტთერაპია თუ სხვა აღმოსავლური, ასე ვთქვათ, მედიცინა ცოტა უფრო დაბალ დონეზეა, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ განვითარებული და ხელშეწყობაც ნაკლები, იმიტომ რომ არ რეგულირდება ეს დარგი. რამდენად შეიძლება ესეთი კლინიკის ან დეპარტამენტის წარმოდგენა, სადაც მკურნალობის დამატებითი მეთოდებიც იქნება, კლასიკურ მეთოდებთან ერთად, ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ მარტო, რა თქმა უნდა, არტ-თერაპიას და ორნამენტ-თერაპიაზე და ეს ტრადიციული მედიცინის კლინიკა ან დამატებითი მედიცინის კლინიკა შეითავსებს აი ამ ფუნქციებს. კი, თვითონვე უნდა იყოს. თუ გაქვთ ნანახი ესეთი მაგალითები? მაგალითები არ მაქვს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა არ იქნება დაინტერესებული მედიკამენტის გაყიდვით. თუ კლინიკა დაინტერესებულია მედიკამენტის გაყიდვით, იმას არაფერში სჭირდება ორნამენტ-თერაპია შეიტანოს და განკორნოს პაციენტები მოკლეგზით, ხო? ამიტომ რთულია იპოვოს სწორი კლინიკა, სწორი სივრცე, სადაც ეს ყველაფერი მე მესმის თქვენი კითხვა საიდან მოდის, უფრო მასშტაბური გლობალური ხედვიდან გლობალურად გაწუხებთ ეს პრობლემა. მეც იმიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ინტეგრაციული მედიცინა განვითარდეს საქართველოში. კი. არ ვიცი, ალბათ სწორი ადგილის მოძებნა გვჭირდება, ვისაც ამით დავაინტერესებთ და თუნდაც საცდელად გავაკეთებთ და ემუშავებს, ხო? ვინც არ იქნება დაინტერესებული როგორც ბიზნესი, ასე ვთქვათ, კლინიკა მხოლოდ. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბიზნესზე დგას, მაგრამ თუ კლინიკა იმაზეა მომართული, რომ პირველი მისი შემოსავლის წყარო არის უნდა გაყიდოს მედიკამენტი, ის არასდროს არ წამოვა ამაზე. ხო, კლინიკა თვითონ არ ყიდის მედიკამენტს, ფარმაცევტული კომპანიები ამით დაინტერესებული ძირითადად. ხო, მაგრამ ამათ ხო კავშირი აქვს, ხო, ექიმის მაინც კავშირშია. პირდაპირ შეიძლება არ ყიდე, მაგრამ ირიბად, ხო, ყველაფერი ფინანსებზე გადის და მანამ სანამ ყველაფერი ფინანსებზე გადის, სანამ ესეთი, ხო, ეს მიდგომა გაგვჭირდება. და ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად ნინო სტუმრობისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ეს შედარებით განსხვავებული უცხო თემაა. სასაუბროთაც მძიმეა, მე ვგრძნობ ამას, იმიტომ რომ ძალიან ესეთი გახსნა ჭირდება ამას, ყველაფრის ამოფრქვევა ჭირდება და ეს ცოტა რთულია. მით უმეტეს, როდესაც თქვენ ყვებით, რომ აი ეს თავისით მოვიდა, თავისით ხდება, ზოგჯერ ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ თავარი დასკვნა ის არის, რომ ის რაც უხილავია, შეიძლება გახდეს ხილული. ის რაც უფერულია, შეიძლება ფერი შეიძინოს. ის რაც უსიტყვოა, შეიძლება იქცეს სიტყვად. ის რაც უარყოფითი ენერგიის მატარებელია, შეიძლება დადებითი ენერგიის მატარებელი გახდეს და ის რაც დადებითი ენერგიის მატარებელია, შეიძლება ძალიან უარყოფითი ენერგიის გახდეს და ამის შესანიშნავი მაგალითია გერმანული სვასტიკა ფაშისტური, რომ ის არის უძველესი შუმერული ნიშანი სიცოცხლის, სამყაროს მრავალმხრივობის ქვეყანაში ვხდებით ბუდას საქს გამოსვისაც ეს არის ძალიან ტიპი, რომ ჩვენი ბორჯღალო ეს არის დატრიალებული სწორედ ეს შუმერული სვასტიკა და აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ შეიძლება დადებითი იქცეს უარყოფითად, თუ ჩვენ ვერ შევირგეთ ის, რაც ბუნება მოგცა, ხო? იმიტომ რომ აი ეს ოთხმხრივ სამყაროს ერთიანობის ნიშანი, რომელიც ქართველმა მოიფიქრა და ბრუნვაში წარმოიდგინა, მიიღო ბორჯღალო და მიიღო მზის ენერგია და ვიღაცამ, ვისაც სამწუხაროდ გაუჩნდა სხვა ქვეყნების დაპყრობის ავის სურვილი, იმან ის გამოიყენა ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, ნიშნით და დღემდე ეს ნიშანი სამწუხაროდ ასოცირდება მილიტარიზმთან, აგრესიასთან, დაპყრობასთან, ბოროტებასთან, მაშინ როცა სამწუხაროდ უძველესი შუმერული ნამდვილად მზის და სამყაროს ერთიანობის ნიშანია და იმედს ვიტოვებ, რომ აღარასდროს არ მოხდება ისე სამყაროში, რომ დადებითი ენერგიის გახდეს უარყოფითი ენერგიის მატარებელი და პირიქით ჩვენ შევძლებთ უარყოფითი ენერგიის გამოხატვა სფერებში, სიმბოლოებში, რომელიც მოიტანს სიმშვიდეს, ჰარმონიას და რაც თავარია ჯანმრთელობას ჩვენი მოსახლეობისათვის.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან ახალ ჩვენთვის მიმართულებაზე, რასაც ორნამენტ თერაპია ქვია და ეს წარმოადგენს არტ თერაპიის ერთ-ერთ სახეს. ამასთანავე ვცადეთ გარკვეულწილად გვეჩვენებინა, რომ ადამიანი რთული არსებაა და ის არ არის მარტო ნამდვილად სხეული და ფიზიკური შემადგენელი, ის გონებრივი, სულიერი და უხილავი გარკვეული ენერგეტიკული არხები, რომელიც ჩვენ სამყაროსთან და ერთმანეთთან გვაკავშირებს, ნამდვილად მუშაობს და შესაბამისად ჩვენ უნდა ვცადოთ უფრო მეტად შევიცნოთ საკუთარი თავი და გარე სამყარო, მოვიდეთ ჰარმონიაში, ვეცადოთ ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. ასე რომ ეძებეთ ახალი გზები თქვენი სიცოცხლის გასალამაზებლად, თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე.